აქედან გამარჯობა ჯერ. აქედან დაიქ უნდა საბაგირო გავჭიმო. იმიტომ რომ ან დაბლა ვარ, ან მაღლა ვარ, ან დაბლა. დაბლა რო ვარ, მაღლა ტელეფონს ტოვებ და მაღლა რო ვარ, დაბლა ვტოვებ ტელეფონს და მოკლედ. ესეთი ისინია ხოლმე. რო რეკავს ადახარ. ხოდა რა ვიცი რა, აი ეგ აქავარ. ეს რა არის კედელი დაგვენგრა? არ ვიცით? კი. დაუშორო. ბრინჯი გავაკეთე. და ვერ მიშელი კეთდება. ხოდა ზოგადად ბრინჯს როცა ვაკეთებ ხოლმე არ ვანებებ ხოლმე თავს. არ ვანებებ ხოლმე თავს და როდესაც ვიწყდება და გამოდის ერთიანი კაი დიდი მარილიანი ფაფა. ხოდა ეხა ეგ მორჩა. ეგრეთ წოდებულ თუშფალანგზე მიდევს. სანამ რაღაცა და ვერ მიშელიც გაკეთდება, იქ ხوار დაველოდები და ტვერსასროც ჩავთავ. ამ ხუმრობაში და თან ყველა ეს კაი რა არის, იცი? ზოგადად, როდესაც ესეთი ბევრი საქმე მაქვს ხოლმე ვიდეოებს ვერ ვასწრებ რა და ძირითადად საქმეს ვაკეთებ ხოლმე. გარეთ გადი, ჩქარა. ვერა რა ხოლმე, ვერ და საქმე რომ აქვს ხოლმე და რომ გონია რომ ვერ მოვასწრებ. ხა სადმე ჩქარება, მაგრამ მაინც ეგეთი შეგრძნება ხო გაქვს. სურვილი არ მაქვს ხოლმე რომ ვიდეოც ჩავწერო რა, რაღაცა ეგეთი. ხო. მაგას ვამბობ რა. თან ის რო ცოტა გვიანავდექი. მაინც გაველი ბოლოში თითქმის და თან ვიდეოებსაც ვასწრებ. ნახეთ. და ნახეთ. წევანდელი ის. ანუ ხო ჯობი. აქ კამერები და რაღაცეები უდევდა. ნუ მოკლედ იმასაც მივავალაგებთ რა. ხო და ეხა მგონი არ ვიცი, რამდენჯერაც შევალაგე, იმდენჯერ გამოსალაგებელი გახდა. ეს რო უკვე ავიღო აქედან და საროჭკები და ეგეთი რაღაცები დავაბინაო. ამას ხო უთხარი რო აქ შენი ადგილი არა. ეგ შემოვიდა დიდი ბუზი ხა შეხედეთ. დაიჭირე გოგო გაგეკრა. წეგან დავაჭერინე და დაიჭირე? ვიდი? ვერ იჭერს კუთხეში, წეგან დავაჭერინეს და გაიტანა გარეთ. აი მოკლა, წადი, კაი გოგო ხარ. რა კაი გოგო ხარ, აი ესე. წადი, წაიყვანე და წადი. როგორ წადი თან, წადი. მე რას მიღრენ, მე კი არ წაგართვე მაგბუს, გადი გარეთ გოგო. როზე? ვერ არის ეს? მე დამიღრინე. არ გასულა, უნდა გავამწარო ეს. როგორ იცის, გადი ჩქარა. როზე? ჩქარა. წერან ეს დიდი ბუზი შემოიპარა რა. დავაჭერინე და წაი. აქ თქვენ არაფერი გესახეთ დაწვა. ხატვერსაც უცებ შემოვიქროლებ. ორი საროჭკა მოვაქვთ. დასახადად. ერთი შავ-თეთრი ნახატია, მაგრამ ეხა ისეთი ნახატი არა, მე ჩემი ფავორიტები როა ხოლმე. და მეორე ქართული ცეკვის გოგო და ბიჭი არიან რა რაღაცნაირად, წითელი ჩოხაბიჭსაც ცვიან და რაღაცა ეგეთი მუქი ფერის გოგოსა და ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს წესით და სავარაუდოდ დღეს დავხატავ მაგას. ესეც ეს. ეხლა ჩავთვალოთ ტვერსასრუტი და შემოვიქროლოთ. მე კუხნის ვარჩავ. ანუ კუხრაღა დავჭა რა. დამთავრდეს ისიც. მე ყავა მოვადუღოთ და შევიქაქანოთ. დავით, ახლა ჩავთა ჩემი მგელი. ეს ერთი. აქ მიკეთია თებუდან ნაყიდი ყურსასმენი, ეს ყურსასმენი უდალაშას მივცე, ნუ წესით უკვე მივეცე, იმიტომ რომ მე სხვა გამოვიწერე და ჩამოვიდა კიდეც. გარეთ მედო ეს და მაგიტო ეს ავიღე ის.
მკვეთრად აღიღა დამრჩა და გამახსენდა რომ ვერ მიხელი მედგა. იმედია მიდგა ისევ. ნუ ჯერ ის იდგმევა უბრალოდ. ასე მაქვს. ცივდებოდა. პარალელურად ეს და ეს მორჩება თუ არა ჯერ უნდა დავასუფთავო გაზი და მერე გამოვასუფთავო კუხნა და აი შემიძლია რომ ფარო დავამხავრე ყველაფერი და ნახატები შემიძლია დავიწყო. ეხლა ეს კარგად აუწევ მიყვარს ბოლო მომენტში ძირზე რომ აი დავბროწავ ხოლმე და კაია რა. ასე მაქვს ალაგებული ყველაფერი რომ ერთი აქაც ვიცე და შევქროლე. და სინამდვილეში რო გითხოთ ყავა მინდა მაგრად. ხა ეს მე დავწვა. ეს ჩავწვა. წავაბარებ ისიც დავთვალ. საერთოდ არანაირ ახლო არ არის გუშინდელი და დღევანდელი ამინდი. აი საერთოდ გუშინ ამ დროს რა ვიცი ჩამოიქცა, ეხა შეხედო. აუ, ალუჩა სასხია, ბაიმე როგორ მიხარია, ვერ აგიხწერთ როგორ მიხარია. შაშა წინ პირველად ესხადა, ნუ ბევრი არ ესხადა რაღაცა. და ველოდებოდი რომ მეთქი წელს რო დაისხავს რა შაშადელს მეუბნებით და არ დაისხა. ანუ აღმოჩნდა რომ ეს ჩემი ალუჩა მეწლეული ყოფილა. ანუ 2 წელიწადში ერთხელ ისხავს. მეორე წელს ვერ შემოვედი. მეორე წელს არ დაისხავს და წელს უნდა გავაკეთო მაგისი ტყემალიც და კამპოტიც. და ნუ რო შევჭამ ხო იცით. მომავალ წელს აღარ მიქნება. მიმის მომავალ წელს მექნება. და ასე შემდეგ. ხო, სანამ დავხატავ ესენი გავალაგო. ვიღლები ხოლმე. აი ეს ყველაფერი მინდა რომ გამოაცხადოს ბუნებამ ოფიციალურად რომ კურტკები, დუტები და ეგეთ რაღაცები აღარ დაგჭირდება და მარტო საროჭკები შეკიდე. ძალიან ხშირ შემთხვევაში საროჭკებს რო შევკიდებ ხოლმე. ანუ აქ რო ბევრი რამე კიდია და რაღაც. საროჭკა მაინც მეჭუჭნებ. ხო აი თემოზე რა გამოვიწერე. უშისმენებით უცად მაქვს კი არ მახსოვს. ძალიან ისე ჩემი თანამშრომლისთვის გამოვიწერე საჩუქარი და ჩამომივიდა მივეცი კიდეც ორშაბათს. ნახეთ, ეს არის არ ვიცი ამდენად ფოკუსირებას გაუკეთებს ამას. არ შვება. ეს არის ძაღლის საყელოსავით ავიწის ეტყობა და ახატია თათები. უпростоრად ეს არის კატის საყელური რა. ოღონდ ბეჭედის სახით. ეხლა ანთითებს რა გითხე ბოლომდე დავიჭერი ბჭილები. მაგრამ იმენად პრაქტიკულად და რაღაცა სადა და არის კიდე ერთი ესეთი ყვავილები აქვს ამოტვიფრული, ესეც კალიცოსავით არის. ხოდა ზომებზე რაც გამომიწერია ხამე თან ეს გახსნილი არ არის და შეიძლება ხოლმე გახსნილოდეს არის ზომაზე რო არ წავიდეს ის ან გახსნა ცოტა ანის. ხოდა იმ გახსნილებს ვერ ხმარობ ხოლმე, იმიტომ რომ ხან ტანსაცმელზე მომედება, ხან ტილოზე, ხან მოკლედ და ვერა. ხოდა ეს რო შეკრულია ბოლომდე ვიფიქრე რომ რაღაცა ზომაში თუ ამერია ალბათ ხო ვერ გაიკეთებდი რა და კარგად. ხოდა ეხლა რადგან წყალში 1000 ჯერ ჩავყავი და ამოვყავი ხელი შეიძლება არც არაფერი იყოს და არც გაფუჭდეს, მაგრამ მოვიხსნათ რა ნუ. აკმილაგია. დღეს უნდა წაიღონ ეს ამას მივწერე წაიღებენ და ეს არ მიმიწერია, მაგრამ მივწერ. ანუ კი უთხარი Facebook-ზე როგორც კი დავდებ ხოლმე საროჭკების სურათს, ესე იგი მოვრჩითქო და შეგიძლია წაიღოთ და არ მიმიწერია. Facebook-ზე კი დავდე და შეიძლება გონია რომ არ არის მზად. ამიტომ მივწერ და გავისტუმრებ. დღეს ეს სამივე რო გავისტუმრო, კაი იქნება და აღარ მექნება ეს ფორი აქ ისის რომ მეშინია ამის მაგიროთ ეს არ მივცე, ამის მაგიროთ ეს არ მივცე და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ბევრი აღარ ვილაპარაკოთ, გავაგრძელო. წინაზე თან კილოს უსმენია, თან ეს მეკეთა და გადმომივარდა.
გასაეწყლობიო ჯამში ჩამივარ და კიდე კაი სავსე არის. აი მე შემოვიღალე. დავდეთ ბოლო გაბრძოლებაც გავაკეთოთ და ყავა დავლიოთ მე. ვიდეოები შენ არ დამეწვა. ყავას რომ მოვადუღებ. თუ ამ ვიდეოში ჩავტიეკ და ანუ ესე მოხერხდა ერთ თემაზე მინდა ვილაპარაკო. ძალიან მოკლე განაცხადი გავაკეთო. შედარებით სახლის ბლოგები, რატოა სახლის ბლოგები და ზოგს არ ვიცი თვითონ ვერ ხვდება რა, ანუ უნდა აუხსნა სიტყვაზე ეხლა აი ამ პოზაში რატო ვარ. არა, კი არა აუხსნა და უთხრა, ხო რა უნდა აუხსნა. ხო. ანუ უკვე მზად მაქვს საჭმელი, ვიღაცა რომ შეერი დამადგეს უკვე ბავშვებიდან რომელიმე. всё. ეს მოიჭა. დამთავრდა. მიდი ყავა ვადუხოთ და მე გამოვწმინდოთ ახლა რა მოხდა. არც არაფერი. გადაშავდა არც არაფერი. ხალხს უნდა მოვხაშოთ, რა მაგარია. ძალიან მაგარია. ეხლა მინდოდა აი ამის ქვეშ სუფრა ეს არის ცელოფანი, სუფერული ცელოფანი რა. აი ესე ჩანს ხოლმე, აი მიკრული და ხე როგორ არის ალაქრს ჰაერის ისინი. ხო და ესე ვაწევ ხოლმე ხრება. მე ისევ რომ დაეთპაპდება, ნახეთ ისევ აი აქ ნახეთ როგორ ზოლი გაკეთდა. რა დაეკრობა ისევ გეკეთდება და მეთქი სუფრად დავაფარებ თქო და ესე რაღაცა სველის და ვითომ აი რაღაცა ცუდი ეფექტი აღარ იქნება. მე გამახსენდა რომ შაშანაც ანალოგიური შისა მქონდა რა ქვია მომენტი და გამახსენდა რომ დავაფინე და უბრალოდ დაიწყო ამან სრიალიზე სუფრაზე და ისევ ავაცხადა. ჭურჭელი მაქვს ბევრი. ხოდა ანუ რაც მაქვს ის მაქვს რა, რაც მჭირდება. ხოდა არის რომ რაღაცა ჭიქები დაგროვდა რა და თან ისეთებია რომ ანუ ვერც გადაყრიხა და უნდა გადაყარა ჭიქა, მაგალითად ასეთი მქონდა ლურჯი თეთრი კოპლებით და ჩაის ძალიან მაგრად ვადუღებდი ხოლმე გამათბობელზე. ხო და ისა გავტეხე. ეს მომიტანა ჩემმა მამათილა. ეს ერთი ჭიქა მაქვს. ეს სოფომ რომაჩუკა მეორე. ეს ნიკოს ჩაის ჭიქა არის. და ეს შაშან ახალწელს მაჩუკა ფოფოდია ნინო. ამაში ძალიან მაგრად მიყვარს ყავის დალევა ხოლმე და ეს სათითაო რეებიც მქონდა აქ ნუ იცი როგორ იყო აი ჭიქაში რო ჭიქას ჩადებ და მაგ შემთხვევაში უფრო მაგრად მემტვრევა ხოლმე და მე ეს რამდენიმე ერთი კვირის წინ აი ეს რაღაც მომიტანა ბიძინა ჩემო მომამთილმა და ასე დავდგი და ეხლა ესე მილად მაქვს ესე ჩამოგვაწიალებული ეს ჭიქები. დამტვერვის საშიშროება არ არის, იმიტომ რომ სუხელში ვხმარობ და ყოველდღე ირეცხება და ანუ ეს რომ დაკიდო და აი მე ხვალზე მაზე ვერ ვიხმარო და მე ამაზე მტვერი დაიდოს შანსი არ არის. ანუ ეს ჭიქები რაც კიდე აი სუხელში მჭირდება რა. და მოდი ეხლა და დავლიოთ ფოფოდიას აჩუქარი ყავა. თქვენ იცით მე ბევრჯერ მითქვია რომ არ მიყვარს აი ზედაპირზე რომ რამე ალაგია ხოლმე. ესეც არ მინდა ეხლა სიტყვაზე, მაგრამ საჭიროება მოითხოვს რომ უნდა იყოს. განაჩენი სარეელი. ვაცდები 3 საათია უკვე.
თამაკიც უნდა მოვნახო. დავკიდო. ცოტა გამოვაცოცხლო ეზო. წყლის ბოჭკები რაღაცებს იქით გადატანა მინდა რა ვიცი. საერთოდ არ მინდა ეს წყლის ბოჭკები რო ესაქარაგია, მაგრამ ვერ ენდობი ამ წყლის მოსვლის გრაფიკს. რაღაც მომენტში ისე უცბად დაგვეწყდება ხოლმე, რომ წვეთი არ გვაქვს ავსებული და ძნებია იგი. შეიძლება 2-3 დღე გავიდეს და წყალი არ მოვიდეს ხოლმე რა, ანუ ეხლა ადრე კიდე რა ვიცი, საშინელებელი. ამიტომ მარაკს ვავსებთ ხოლმე და ნუ გინდა არ გინდა ეზოში რაღაცა უნდა იდგეს. ენერგიით შევივსოთ და საქმე გავაგრძელებთ. ერთი ეგ მომენტი მამშვიდობს ხოლმე, რომ ანუ საჭველი რომ მომუნდეს ვიღაცა, საჭველი მაქვს და არ მოგიწევს რომ მოიცე ახავე და ახლა გავაკეთებ და რაღაც. 40 წუთში საერცხიც გამოირთვება. და მე მეორესაც შევაგდებთ. შევყრით. ჩვენ კიდე წამოიგდავს ხდეთ. ჩვენ მაგიდასთან. ნინიკოსთვის რომ ის რა დაგდებულა გავამზად. ზედმეტი აქ რო აღარაფერი არ დევს, ანუ აქ ძალიან ადვილია ჩამოხვიდე მაღლიდან ან დღე რო ჩამოხვარ, უბრალოდ ერთი ტილოთი ესე გადაუსვა რა ოდნავ. და უკვე ყველაფერი ისეთ არის, ანუ არ გიზარება რომ აი მე ის დასალაგებელი და რაღაც. ხო, ეხლა რაც შეიძლება რაზე მინდოდა მე თქვა და რაღაც. ნუ მოკლედ ძირითადად შემთხვევებში იცით რომ ხა აი დღეს როგორც ვიღებ ვიდეოს, ხო? ან მოვდივარ საღამოთი ვიღებ ვიდეოს სამსახურიდან, ან დილით საღამო, მოკლედ. როგორ ფორმაშიც გოგო რა მოიყვანე? ხლიკი პატარ. მაგარიო ხერი მონადირია ეს შავი კატა, აი ძალიან მაგარი მონადირია. და რა ხლიკი მოიტან. ნუ ეხა გუნებობა აქვს რა, რა სიზავ. ეხა მხელა ქალი რო ხლიკზე თამაშობს, აი არის სასაცილო. ნუ მოკლედ. აი ესეთი ვიზუალით ვარ ხშირად. მიუხედავად იმისა, სანამ ვიდეო დაიწყება, ამას გავიკოპწიავებ სველი წყლის რაღაცა, მაგრამ მაინც რო შრება ესე მომდის. ხო და წინაზე იყო რა ესეთი კომენტარი სახით, ნუ მოწესრიგდი და ისე კი არა, ანუ გორიყო. ანუ ადამიანს უნდა რომ აი ქრონიკა რო იწყება ხოლმე, ასე დავიწყო მე ვიდეოები რა, ესე რაღაც. რატომაც არა კაია და ვიდეოებიც აქვს მაგალითად რაღაც ესე დიალოგის თემის და რაღაცა, რა თქმა უნდა მოიყვნენ მოწესრიგებულებიც და ისიც მე იმას არ ვამართლებ, რომ ან მე არ უნდა ვიყო. ჩემთვის დღის მოწესრიგებულობა არის ის, რომ ანუ არ უნდა მოგაყენოთ იმ ხრივ შეურაცხყოფა თქვენ ჩემს მაყურებლებს, რომ არ უნდა ვიყო პირდაუბანელი, კბილები გამოუხეხავი, ანუ თქვენ რას ხედავთ, მაგრამ მაინც ჩაცვული და ხურული და შუა ვიდეოში აი ესე არ უნდა ვქნა. აი ეს რა. ანუ ეგ არის ჩემთვის მოუწესრიგებლობა. ეხა ის რო ვიდეო დილასა რო დავიწყე და ეს თმები ესე გადავიწყიპე და იმიტომ გადავიწყიპე რომ აი ხლა ეხლა იცოდე წუთი შორენა შენ თვალები დახუჭე. ხე როგორ ამაკ ახლა რთული რომ აი ხა ესეთ შემთხვევაში თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მე დავალაგებ სახლს. ერთი ოჯერათა შეიძლება გავიგლიჯოს ნერვოზ მართებს. ასეთ შემთხვევაში ვერც საჭულს ვერ გავაკეთებ, ვერც დავალავ, ვერც დავხატავ, ეზოსაც ვერ დავგვი. და ჩემთვის მოწესრიგებულობა არის ეს. ხო და ეხლა თუ თქვენ იმას გულისხმობ, რომ მე არ მოვდივარ პუდრი პომადით, ეხლა ასეც მოვსულვარ, როდესაც მაქვს იმის ის, რომ აი საქმე აღარაფერი არ მაქვს და ვიდეოს რო ჩავწერ, მოდი ცოტა გავიბრანჭო და რატომაც არა, ძალიან მაგარია და ისიც ძალიან მაგარია, ეხლა რომ რაცა ტუში და ლაინერი მესვას და ეგრე მოვიდე თქვენთან, ხო? მაგრამ აი ხო სისულელი აი თან წარმოიდგენთ ეხა ვლოგი ვალაგებ. ანუ როგორც დღეს რა რაღაცა ისეთი
სახში რო ვარ, ეგ თემა რო არა და მთელი რამდენიმე დღე როა გასული რო ვარ და ცოტა რაღაცები რო გროვდება და ძირითადად ხუთშაბათი პარასკევი მაგის დღეა ხოლმე და ეხლა წარმოვიდით მე ცოცხი ბიჭი რა რაღაცა და მისვია პომადა, ლაინერი და რაღაცა ჭკუაზე არ. ეგ მოწესრიგებულობაა? არა, როგორ არ არის, მაგრამ ხო სასაცილო არა, მოვიცალე იმისთვის ქალბა დილით რო ერთ სული მაქვს, რომ დავამთავრო დაბაროში შევმვარდე, რომ ლაინერი წავისვა, ტუში წავისვა და ისე ვაფახულო თვალები და ცოცხით ვიქნიო, ჩემთვის ეგ არ არის რა და რავი, ვლოგი ჩემია. იმასაც არ ვიტყვი ხოლმე, რომ ანუ მე როგორც მინდა ისე გადავიღებ, იმიტომ რომ ესე არ არის, როდესაც მაყურებელი ყავდა ის ვლოგი შენი მაყურებლით ცოცხლობს, ანუ მაყურებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმ აზრზე ვრჩები, რომ არ უნდა მოვიდე პირდაუბანელი, როგორც ითხრა, არ უნდა მოვიდე ტიტანიკანა, არ უნდა მოვიდე რაღაცა მარტო მე კი არა, ჩემს გარშემო, ჩემს წინ და უკან ვლოგში არავინ არ უნდა გაიაროს ტიტველმა და რაღაცა ესე მაგის პირობას გაძლევთ. მე მაგდონენდე შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, თუ ვინმე გრძნობს, აი, ჩემ ამ ვიზუალით შეურაცხყოფას თავ. ანუ მე რო ესე მოგესალმეთ, თუ ვინმე მიგზენით თავი შეურაცხყოფათ, ანუ ჩათვალეთ, რომ მაშინ მე ყოველდღე შეურაცხყოფას მოგაყენებთ თქვენი აზრით, იმიტომ რომ ნამდვილად არ შემიძლია ახლა მე გავიქცე. პოლი რომ აქვს გამოსაწვენი იატაკი ხო, კაი, აქაც და აქაც. და კიდე სხვა გეგმები მაქვს. ეხლა როგორ გონია თუნდაც ხო ბევრი არ უნდა, აი შეიძლება ხა ვიღაცამ თქვას, რომ კაი ეხლა რამდენი უნდა ეხლა მაგას. არც არაფერი. მაგრამ იმდენად მეზედმეტება. ხო, ანუ არა უნდა ხა წავიდე და ფანქარი წავისვა, ანუ მაგას უნდა ერთი წუთი არ უნდა. თან მე ხო იცით როგორი მაგარი ვარ მაგარი. განავრ ბევრი უნდა. მაგრამ აი ძალიან მეზედმეტება ხა რომ მე არ გამოპრანჭული ვიჯდე და თან ერთი სული მაქვს რომ აი ცოცხი რომ მიყურებს მოვკიდო ხელი. ხო და ვინმეს თუ ამით გძნობს თავ შეურაცხყოფილად, მაშინ თუ ასე იგრძნობს, იმიტომ რომ მე ესე ვაპირებ გაგრძელებას. ჩემი ვლოგია. და უბრალოდ ჩემი ცხოვრების რითმია ეს, ხო? ადრე ვიღაცამ ისაო ცოტა საინტერესო რო გახდესო, სამოგზაურო ცოტათი ხოლმე. მომეცი და წავალ, როგორ ხარ გაგრძნობინო. თუმცა ჯანდაბას გავიჭირვებ და მაისში შენი გულისთვის წავალ თურქეთში. აი რა საზღარი ხარ. ახრამუნებს ახლა და ის ორ წელს აყურებინებს ბავშვებს. რა უკუდა? დღეს დიდი ხუთშაბათი. დღეს არის 12 სახარების დღე. მაგიტომ წესით 4 საათზე უნდა დაიწყოს და 4 საკლია 20 წუთი და ნინო არ ჩანს. გავიჯერო, გადააბეს და რამე. არ ამგონია მამამ ხონდა ცოტა დაისვენოს. და ეს დღეები სულ ტვირთული დღეებია. რა ვიცი. აი ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა, რომ გითხარით ეზოსთვის მინდა მეთქი. აი ესეთი ბურთები რომ მოვჭრა, ოღონდ დიდები, ერთმანეთზე ავკინძო და აი აქ ჩავოკიდო. ოღონდ ამ სიგრძეზე კი არა, ბოლომდე როგორც ფარდა რა. ხო და კი არის ტოტები ვნახე რაღაცები, მაგრამ აი ამ ხერხით რამდენად მომხერხავ არ ვიცი, იმიტომ რომ სწორი ზედაპირით რო იყოს, რა ვიცი, ნახოთ აბა. როგორ ვიზავ მაგას და ოღონდ ჯერ არ ვიცი, რო გითხრა დღეს მეთქი შანსი არ არის. მაგას შანსი არ არის. ამ საროჭკების ფონზე სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი რაღაცა ნახატი ის და უარი ვთქვი, რომ ფიზიკურად ვერ მომხერხავ, ვერ დავამუშავებ, ვერ და ვერ დავჭრები, იმიტომ რომ სხვა რაღაცეები, როდესაც მაქვს ხოლმე აღებული პასუხისმგებლობა, იმას ვცდილობ, რომ არაფერი არ ავიღო სხვა შეკვეთა რა, რომ მოვასწრო და მოსწრებულად ჩავაბარო პატრონს. აი ეს.
და თუნიები. აი ხო ხედავთ ახლა ის ღარები რო აქვს და ხა უცხო არ არის რომ სიტყვაზე ღარებში იცის რაღაცა გამუქება ხო იცით აი ტურისტთა თან თითო რო არის რეცხება ხოლმე და ხან მავთულს რო მავთულ წაუს ერთხელ და გამუქდა კი არ გააცალა აი ალუმინი რო წაუსვა ხო იცით და აი რაღაცა ნაცრისფერს რო მიიღებს ეგ მოუვიდა და ვერ ძალიან მაგარი არის ესეთ რაღაცეებისთვის აი პერიოდულად თვეში ერთხელ ხმარობ ხოლმე ჩისტულას და ყველაფერს აფრთხონის მე ერთი თვის მანძილზე მივხედავთ იმისა რომ ხა ბუკითხო ირეცხება და რაღაცა და არა აი ხა მე ხო ეს დავლიე და ჩავდგა რაკოინაში არასოდეს არ მომივლია უბრალოდ წყლით ანუ რას ვამბობ თავიდან ბოლომდე ბუბკას ხომ მოусვენ კაფიანს ფეირიანს თუ რავი რაცა გაქვს იმიანს მაინც იცის ამებში რაღაცის იმან და პერიოდულად ჩისტულათი შემოუქროლებ ხო ეს ბუბკა როა მავთულებიანი ბუბკა ჩისტულა ქვია თუ არ ის გიქნიათ მოიკითხეთ ეგეთ დაწესებულებებში სადაც ეგეთი რაღაცეები ქიმიები იყიდება და აუცილებლად იქნება უბრალოდ მეც არ ვითვალისწინებ და ერთი ფრჩხილების მტერი ეგ არის იმიტომ რომ ხაზავს ფრჩხილებს და ეცადეთ რომ თუ მაგას გამოიყენებთ ხელთათმანი მაინც ჩაიცვათ იმ ხელზე მაინც რომლითაც ხეხავთ იმიტომ რომ რაღაც მომენტში გახაზა და ერთი 10 ნახაზი რო გაკეთდეს ფრჩხილზე ის უკვე ერთდება და რაცა თლიან ფენას გაცლის და მოკლედ ფრჩხილების მტერია რა და თუ რაღაცა და ეს გამოიყენებთ ხელთათმანით გამოიყენებთ ეხლა მაქვს ეგ ჩისტულა და ხმარება მინდა უკვე ერთი თვე გავიდა რაც არ გამომიყენებია და ხელთათმანი არ მაქვს და მაგრად მერიდება რომ ეხლა ეს ნახე ისედაც აი როგორ აქვს ის გაზრდილი ფრჩხილი სითეთრეც არ არის წინ იმზე მაქვს დაჭრილი დილას დავიჭერი და ესეც წარმოიდგინე გამიუბედუროს რა ვიცი თურქეთში მართლა ფრჩხილებ წაცლილი წავარ აჰა მოკლედ ეხლა ავდგები ბრინჯს იმას ვიზავ და ვერ მიშელსაც გადამოვიღებ და მომხეხავ გას და გამოვგვი მერე მაღლა გამოწმენდავ და მერე მაგითვე ჩამოვარ და დაბლა დავამთავრებ და აი მე ძვირფასად ვიქნები აბა მომავალ ვიდეომდე ხან განწყობა უნდა გქონდეს ადამიანს მიუხედავად იმისა რომ ბევრი საქმე გაქვს ვიდეო რო გადაიღო ძალიან რთულია ხახო ძალიან ბევრს გონია რომ უბრალოდ აიღე ვიდეო და გადაიღე აიღე კამერა გადაიღე არ არის ეგრე რა ბევრ ენერგიას მოითხოვს სულს მოითხოვს ბევრ რაღაცას მოითხოვს მართლა იგი არ არის აიღო კამერა და გადაიღე თუ არ დასცადეთ აბა შეიძლება ხარ დადოთ და რაღაცა უბრალოდ აი თქვენ თვითონ დატესტეთ აიღეთ ტელეფონები ხო ყველას გაქვთ აიღეთ და რაღაცა 2 წუთიანი 5 წუთიანი მაქსიმუმ ვიდეო ჩაწერეთ და აი მე მიხვდებით რამხელა შრომა ჭირდება ხოლმე და რამხელა ნების ყოფა რომ ადგე და ადამიანს ესაუბრო შეთვის უცხო ადამიანებს და თანამედროვეულად უნდა იფიქრო იმაზე რომ არ გაგწუყნონ რა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა უბრალოდ რაღაცა სამთვარეულო მოელან და რაღაცა მათ გაიღვიძა ცოტა და ვერ დაგინახა კარგად თუ შეიძლება გამარჯვებაშიც დაგიჭიროს რომ რაღაცა კარგად ვერ თქვიან რაღაცა ტონი არ მომეწონა რაღაცა და რაღაცა შარი მოგიდოს ასე რომ წარმოიდგინეთ ეგ თქვენ და აბა მიდი და სცადეთ ჩაწერეთ ვიდეო და თან ისეთი ვიდეო რომ ანუ როგორც ახლა მე თქვი რა იქ ერთეთი ბუწკი არ უნდა გამოგეჩვიროს აქედან იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი რა ვიცი კატალო ჩანს ხოლმე ახლა შორენა იღებს შეურაცხყოფილად თავს რა ვიცი ჩანს მაგას დაეწოს არ მომწერო არაფერი კაი ხოლმე თქვენთან დასვენება წეგარ მიფიქრე ანუშკისთან გადავარ მეთქი ჩემ მეზობელთან რა ჩამი ჩუმი არის ის უეჭველი არ არის სახში თორე ზე რო გამოდის ხოლმე მაგას სახში რა დაიჭერს რაღაცას აბრახუნდებს ჩემსავით რაღაცას აკეთებს რაღაცას ხერხავს და ეტყობა არა სახში თორე ხმას გავიგებდი
რამდენი ხანი იყავა მაგასთან ერთად არ დამილევი. შორე მოემზადე ერთი კატა მოდის. მოდი დედას პატარებს. მოდი. ეს ის არ არის მეორე ათორის კისერზე მე რას ვუყურებ? მოდი. მოდი პატარა გოგო, მოდი. ჩემი პრინცესა. გოგო როგორ ხარ? ჩემო პრინცესა, არ გაჭამა ხული კინ გიჟმა გოგო, ვაიმე რა ძაწყალი ხარ რა ძაწყალი ხარ. დაჩიკი. ავას ვერდა. პაპა მაგი არა მაგიდაზე დაწეკი მან დაეკდი. გოგო მაგიდაზე აშენ გოგო. ეს არის ჩემი ცხოვრება. მარტო ეს კატა არა, ზოგადად ყველანაირი კატა. ასე რომ თუ მე მიყურებთ, უნდა შეეგუოთ. ხან კატა გამოჩნდება, ხან ქათამი, ხან მამალი, ხან დედალი, ხან ხულიკი და ხან იხვის ტოლბა. ეგეც ის არ არის რა ქვია, ფრინველი არ არის. ხო. ბოლო ხო შემიძლია ხან დახალ თქვა, რომ ჩემი ვიდეოებია რა და მე ასე მინდა. მოხდა. მოკლედ წავედი, მორჩავა. აი, იყო თქვენთან ერთად პერერივის გაკეთება. წავედი. თუ ვიყო ჩაღე მოვალ კიდე. და თუ ის ნახატი დავხატე, მომწერა მაკომ. თუ ის ნახატი და მომიტანეს და დავხატე, იმასაც განახებთ აუცილებლად. წავედი.